მოგესალმებით. იზახიან რომ მე ვარ დათო ეუგენიძე და ვეთანხმები მართლა დათო ეუგენიძე ვარ ბიბლიოთეკაში. ძალიან მიხარია და ყოველთვის მიზიდავდა ბავშვობიდანვე. ძალიან პატარა ასაკიდან ბებიამ შემოყვარა წიგნის ყიდვა. ქეთო მაღლაფერიძე სულ მეუნეოდა რომ ბებიას რო ახსენებო. რატო არ იძახის ახლდა გვარსო და ეხაც გავიმეორებ ქეთევან მაღლაფერიძე ვინც შემოყვარა საერთოდ ხელოვნება. სხვადასხვა ემოცია უცნობი წიგნის და ნაცნობი წიგნის. აი გალაქტიონ ტაბიძე მიდევს ხოლმე აი ეს ნოტების დასადებზე გალაქტიონის რომელიმე კრებული. და სადაც გადამეშრება წერს სიმღერას. მე ვგიჟდები ეფემერაზე, იმიტომ რომ რაღაცნაირი ინსპირაცია იყო, გავბედე, აი პირველად გალაქტიონზე დამეწერა და მე გაცრცილდა მტვერიან. ეგ იყო საოცრება. მაია ჯაბო ჩამოვიდა მოსკოვში რა და ჩემთან სახლშია და ეს გალაქტიონი სულ მიდევს პიანინოზე. აუ სიმღერა დამეწერე და მონე კაი მეთქი და გადავშალე რა. და გადაიშალა გაცრცილდა მტვერიანზე და იქვე მაიას თვალწინარი დაწერილი ეგ სიმღერა. და აი მე ძლიერ მიყვარს ის ფერთოვლის ქალწულები, ხიდიდან ფენა, მწუხარე გზნობა ცივის სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმინა. ვაჟასადებს, საოცარი პოეტია რა, გიჟდები რა. ვაჟას პოეზიას ხედავ, დამსიტყვეცაო, აქავარ ჩემის თავითა, საოცარი ლექსია. ვაჟას ერთი რეჩიტატივი მაგაკეთებული. ჩემი ოცნება რამე გავაკეთო შოთაზე. შოთაზე დიდი პოეტი და მწერალი მსოფლიოს არ ყავს. აი ეს არის ჩემი ტრიპტიხი და ეს არის უკვე ბენდ ენა ქვია ამ კრებულს. დათო ეუგენიძის ენა, ბენდ ენა. უზრუნ დედას. ძაღს არ აჭამოთ, ცეცხლი არ მოუკიდოთ, ყუთებს რო აქვს ხოლმე, ხო იცი? და ყუთში ჩადებული 8501 სიტყვა. ეს არის პირველი კრებული. საქართველოს ფოსტა. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ტელეფონები შემოვიდა და გაქრნენ წერილები. რისი საშინელი ნოსტალგიაც გამიჩნდა რა. ძველ სადარბაზოებიდან გამოვიტანეს საფოსტო ყუთები. და თეატრალურ სარდაფში შევიტანე. გვერდზე იყო თაროები და პასტა, ფლომასტერი, ფანქარი და რაც გინდა დაწერეთ, ჩააგდეთ. და მეორე დღეს მობრძანდით მეთქე და საკუთარი წერილების გამოფენა დავახვედრე. და ეს არის მაგის ინსპირაცია. დღე არ არის რომ ლექსი არ დავწერო. შენ ხო გაქვს შენი ცხოვრება. და ეს რამდენ წიგნსაც ხედავ, თუ წაიკითხავ, იმდენივე ცხოვრება გემატება რა. და საოცარი ეგ არის რა, 1000 წლიანი ხარ. შეიძლება უკვდავიც გახდე.